Hyundai ველოსტერი და რატო არის ეს მანქანა უნიკალური? იმიტომ რომ ამ მანქანამ ამაშენებინა სახლი. ჩვენ კი გვეხმარებოდნენ ამ დროის განმავლობაში სხვა მანქანებით. იქ გადამზიდი, იქ საშას მანქანა, მაგრამ ძირითადად ამ ბავშვზე ტყდება ხოლმე მთავარი ჯოხი. და ახლა Hyundai ველოსტერი წაიღებს ამ ნანატ ფანერებს ჩემს სახლში. შუაზე გავაჭრევინეთ ეს ფანერა, ახლა ჩემ ოპერატორს დაარტყავს მანქანა. ეს ფანერები შუაზე გავაჭრევინეთ. მაგრამ მაინც არ ვარ დარწმუნებული ჩაეტევა თუ არა, ახლა დავტესტავთ. ჩემი აზრით უნდა დავიწყოთ საბარგულიდან. რომელიც არის არეული. მე ახლა ვიტყვი რას ვფიქრობ მე და თუ ჩემი ოპერატორიც საშას მაგას ფიქრობდა და მეთანხმას მე მგონი ეცე შევტენი და ლუქში გავტენი. კი? გაით, ხელი ფანერით დავტესტოთ. ამით იქნება სხვათა შორის დაფარული ჩემი სხვენი. ანუ ასეთი ფანერა მომავალში ბევრი დაგჭირდება. ეს ფანერა ღირდა 24 ლარი. არის ძვირი. არის ძვირი. მაგრამ რა ვქნათ? ეხლა რომ გადამიტყდეს. იცი რა, ლუქში გაყოფა არც უნდა. ლუქში არც უნდა გაყოფა ხახო. ესე იქნება. უკან პაჭკო ჩაეტევა? კი, ანუ ეს არის ვსო, მორჩა მზე არ დაგვაწובה. საოცარია, ეს არის ძალიან კარგი მანქანა. გასაერცხია, იმიტომ რომ წინა დღეებში წვიმდა, მაგრამ ეს არის მანქანა არ ვიცი. საოცარი. თავარია კარობკის პრობლემები არ გქონდეს. კიდე რა ვიყიდეთ? კიდე ვიყიდეთ ნამდვილი ოქროს ხელთათმანი საშასთვის და ნამდვილი ოქროს ხელთათმანი პაჭკოსთვის. პაჭკომ არ იცის და დღეს მივცემთ და ალბათ ძალიან გაუხარდება რა. რისთვის ვემზადებით ამდენი მასალით? რამდენიმე დღეში ჩემს სამზარეულოს მოიტანენ და ცოტა პრეზენტაბელური ოთახი უნდა დავახვედრო. არ შეიძლება ეს ისეთი ოთახი რომ დავახვედრო როგორც არის, ამიტომ ცოტა უნდა შევალამოწოთ. აი ამ ფანერებით. Let's go. Დემიანე. დერდე. კაი დროსია. Oh yeah. შესისინდა რა. Bravo. ეხა ესენიც. ესენი სადღა. ზემოდან. მე ვფიქრობ. არა, მე ვფიქრობ, რომ ესე შენ ფეხებში ჩავტენი. ხო. საოცარია. და ესეც საოცარია. კომბინეზონი რომ შემიფასოთ, საოცარია. მე კი არ მიყვარს ზაფხული. მაგრამ დღეს ისე დაემთხვა, რომ ეს ამინდი ძალიან მესიამონა, თან კვირა რაღაცა. და ისე დაემთხვა, რომ მე და საშამ ერთმანეთთან შეთანხმების გარშე მადლობა ვუთხარით ღმერთს ამ ამინდისთვის და ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ დილით მე ვუთხარი, მე საშას შევხვდი და ვუთხარი. იცი დილის 20-ში ღმერთს მადლობა ვუთხარი ამ ამინდისთვის და საშა თქვა მეცო. წავედით, პაჭკის უნდა გაუვაროთ. საშა, შენი ცეკვა? რომელი? რაც გინდა. Oh yeah, და დღევანდელი ამინდის ცეკვა როგორი გქონდა? La 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 la. წავედი. Wow, Sasha. ეს რა მაგარი ფანერებია. რა მაგარი ურიკაა, Sasha. მართლია. ცოტა ცუდი ურიკაა. ეს და ზემიდან მზე არ დაგვაქვს. ჩვენ დავბრუნდით, შევამოწმეთ ჩვენი რეიკები, მოდი ნინი, შევამოწმეთ ჩვენი რეიკები და საკმაოდ მყარად არის და რადგან აქაურობა ალაგებული არის და ჭიის წამალი კიდე დაგვრჩა და გვეხმარება საშა რომ კიდევ ერთხელ შეჭამოს აქაურობა. საშუალებით ის რომ საშინელი სუნი იქნება მერე და ასევე საშინელი სუნი, ანუ განამარტ ამ ოთახში იქნება, იქ გრძნობს, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში, ყველა ოთახში, ყველა გარეთაც იმდენად ჩაუჯდება ცხვირში, ოღონდ ჯერ არ უთხრათ. მაგრამ არა უშავს, მთავარია ეს ჭები მოკვდნენ. ნამდვილად, მაგრამ ჩემი აზრით უკვე მოკვდნენ. სამი ჭიის გამორვა. თუ რამე დარჩა, იცი რას აკეთებენ წინაზე, რა ქნა საქაურობა შევწამლე, იმ ოთახში გადავიდნენ. იმ ოთახში აჭიალებდნენ. და რო გავიდე გადმოვიდნენ. იმ ოთახს უბრალოდ ვერ შევწამლო, იმიტომ რომ იქაც რაღაცებია. ამიტომ ჩემი აზრით აქ კიდე ერთხელ შევწამლოთ.
კაი, აქ შევწამოთ, მაგრამ მე რო ჭია ვიყო, მეც ეგრე მოვიქცეოდი, გადავიდოდი სხვა ოთახში და სხვა ოთახში შეგიჭამდი კოჭებს. მედია ჩემი ჭია შენსავე ჭკვიანი არ არის. ჩემი აზრით არის. იმიტომ რომ უკვე ქნა ეგრე. დღეს ჩვენ მე და საშა ვიყავით დომინოში, წამოვიღეთ ფანერები, რომელზეც ვოცნება მომდენი ხანია და რომელსაც ვერავის ვერ ვუხსნი, რომ აი მაგ ფანერით უნდა იყოს ხვენი დაფარული. ამიტომ წამოვიღე, რადგან ჩემ მანქანაში არ ეტეოდა. შუაზე გადავჭერი და ჩავტანე ჩემ მანქანაში და მოვიტანეთ და შუაზე გადაჭერი? ეგ ეს არის რაც მე და შენი ქუნა დავამაგროთ, არა? ეგ მაგარია. ხო, მაგრამ ანუ ეგ მთლიანი იყო და მთლიანი არ მჭირდებოდა, ამიტომ შუაზე გავჭერი და ისე მოვიტანე და მე მოვიტან მაგებს ბევრს რომ სხვენში მთლიანი და სხვენის კედლები იქნება ეგეთი. იო, მაგარია. ხო და ეხლა საშა მოვიდეს მალე რომ შევაწამლინოთ და არ ვიცი მოიტანს რომ ნახოთ. Every man, every woman, there's a rhythm from my dish. Jesus, you have my soul, Sunday service on the road. All my items, let them know. Sasha, ნინის ოქროს ხელთათმანი უნდა მისცეს. ვიდი. კაია. ხედავ საშა რამდენი ვიწოლეთ? რატო ის პენა? იმით ავქენით და პენითაც. პენა არ არის, წებო პენა არის. ეს მოშორდება ეს კი. აბა ადი ეხა და გამოძრავე. ორი რაღაცა მინდაო და ეს ერთუცნობა რა თქმა ეს მე მომი. არა, კიდე მინდა. ვაუ! აზე თუ ისე მყარია, ხო? ისე კი არა მაგარია. აი, ასე გამოიყურება ჩვენი დამაგრებული რეიკა. დღეს კიდე მოვიტანე რაღაც ფიცრები. აიდან იცი რატო წამოვედი დღეს და რატო არ დავიზარა? რატო? იმიტომ რომ წინაზე როგორც დავტოვეთ ეს ოთახი იყო იდეალურად დატოვებული და მაგაზე ვფიქრობდი რომ მეთქი აი ვიცით სად რა არის ვიცი რომ ბურღი კი არ და დრელი იქ არის ყველაფერი ვიცი სად რა არის არ უნდა გაიმასოს საშა რა გაქვს ნინისთვის? პირველ რიგში გამომართვი თვალში რაღაც და ეს დღე დადგა შენ ცოტა წინ წადი თუ შეიძლება რა ცოტა წინ წადი თუ შეიძლება ხოჩა მოკლედ ეს დღე ოდესღაც უნდა დამდგარიყო და დაგვიდგა სწორი სიტყვა დაგვიდგა ეს დღე დაგვიდგა? ეს დღეს დადგა და როგორც წინა ეპიზოდში ვთქვით ჩვენ ნინის ვაძლეთ ოქროს ხელთათმანი! გილოცავთ! აპატატი პატა პარადირარა პარარარა არაპატატი რობატატა ბარბარუ შირხანი წყალს ნაფოტი ჩამოქონდა ალობის ხის ჩამონათარი არ ეკნებოდა მიანე სევერერი აინანინანინაო ნანანინანინაო გიხარია ისი რას გავს ცოტა ტუალეტის იმას სახე სახო ხვის ხელებს მაგრამ დავაბინავ ჩვენი ხელთათმანი საშას აქვს ოქროს ხელთათმანი ნინის აქვს ოქროს ხელთათმანი მე მაქვს ჩაულებრივი ყავისფერი ხელთათმანი ვიწყე დღეს ვფიქრობდი აბა ხელთათმანი არის ძალიან მარტივად ხვდები ან მარტივი რაღაცა ახალი შეთავაზება გვაქვს არა ეს არის ჩვენ როგორც ისა კომბინეზონები გინდათ? ეხლა იცი დომინო თუ გვაჩუქებენ რამდენად ან გვაჩუქებენ ან რამდენად გამოყოფს ბიუჯეტს ჩვენი უფროსი ჩვენი ისა პრარაბი აი ნახეთ რა ლამაზი ხარ აი რა ლამაზია ბრა ეს კი ლამაზია მაგრამ ჩვენ არ ჩაგვეტევა მე ვფიქრობ იცი როგორ კომბინეზონს იქ რო ვიყავით იმის მგზავრების ცოლის ის რო იყო გახსოვს რა ლამაზი კომბინეზონი ასკინკილას კომბინეზონი არა ეს კომბინეზონი ძალიან მაგარია მაგა გავხეხოს ტუალეტი ხარა იცი რა ამასობაში ჩემი სამზარეულოც მზადდება, მე კიდევ ვცდილობ რომ ჩემი სახლი მაქსიმალურად მოვაწყო, რომ идеალურ პირობებში დავხდე ჩემ აწყობილ სამზარეულოს. ჩემი აზრით, ჩემი დახმარება აუცილებლად დაჭირდება დორემის ჯგუფს. სინამდვილეში არ ჭირდება უბრალოდ მე ვუთხარი რომ გთხოვთ დაჭირდეთ მეთქი და სანამ ესენი ამას აკეთებენ, მე გავიქცევი და დორემის ჯგუფს დავეხმარები ჩემი სამზარეულოს აწყობაში. შეგახსენებთ რომ ჩემი მასალა არ იქნება შეღებილი, მაგრამ გაჩვენებთ როგორ ღებავენ ისეთ რაღაცებს, რასაც შეღება ჭირდებათ და მე უკვე მოვაბრძანებთ აქ ნატრ ავერჯს რომელიც დაგვეხმარება ჩაკაფულის გაკეთებაში მზად ხარ საში? თირან ჩასხი? ვიან
We are the children. We are the ones to make a better day. So let's not give it. There's a choice we Make it. We're saving our own lives. To make it better. და ვაფშე არ არის დავაგებილი. ეგო ჩვენ მიაყენე რა. აი ეს სიგარეტა. აუ ეს ფანერები უზომოდ ვიხარია ალბათ გათმობაზე ცელსიუსზე. და რაღაცებზე მეტად ვიხარია რა და ის ბრუნშოვანი იყო. კაი დღეს 7-ზე ხარ? დღეს რაღაცა 7-ია ეს. შო. დღეს კარგ ხასიათზეა სურენა. რაღაც ის წანტრუმები არა. სულად ხო არ ხარ? რამე ხო არ მოხდა? ჩიქეთარი წურია. წაშ, სწორი მხრიდან ატრიალებ? ახლა ნახეთ რა ვქენით. რეიკა მთელს წინაზე დავამაგრეთ ქაფით და დიდი შურუფებით. დამაგრდა. რეიკაზე დღეს დავამაგრეთ რეიკაზე და კოჭებზე ეს ბრტყელი ფიცარი. იმიტომ რომ რეალურად ამ ფიცარზე უნდა დამაგრდეს აი ეს ფანერა. და ზევით კიდევ უნდა გავუკეთოთ აი როდებს ზევით ფიცარი ეგ უნდა დავამაგროთ. იქაც ბეტონი გვაქვს, გვეზარება ბეტონის სვერლო და მთელი ამბები. ამიტომ აი ამ ზედა ფიცარს დავამაგრებთ კოჭებზე, ფანერაზე და აქაც კოჭზე. რამე უნდა გამოვიდეს ცოტა კუსტარულად, მაგრამ მყარად რამე გამოვა. ყოველთვის გვეშინოდა ეგეთი რაღაცები, ციცით როგორ ის აი მაგალითად აი ფიცარი რო გაქვს და ნახრეტი რო აქვს და რო შეაშურუფებ მარტივად და ხელოსნებს, ნამდვილ ხელოსნებს ხო შეუძლიათ არასტანდარტულ სახლებში, არასტანდარტულ მდგომარეობაში რაღაც ისეთის მოფიქრება. აი იქ ფიცარი ჩავატანეთ მაგალითად შიგნიდან რომ სისქე ყოფილიყო, მე აქაც იგივე ფიცარი ჩავატანეთ და ეგეთ რაღაცებს რო ვფიქრობთ, მოგწონს ანუ დღეს გონებრივად უფრო მეტს მუშაობთ ვიდრე ფიზიკურად, იმიტომ რომ დგავართ ესე 20 წუთი ვფიქრობთ როგორ უნდა გავაკეთოთ და მე ვაკეთებ და ძალიან მომწონს. შენ მოგწონს? ძალიან მომწონს. უბრალოდ უნდა ხედავდეთ რას ვაკეთებ. ნინი ვერ დავასაქმეთ სახლში, ცოტა წაწვა და სადა მოვიყვანეთ უბრალოდ აი მენიერი ხარ? შენ გვანახე. მაგარია? სა? ბრ. დაუბრუნე. სომეხი ქალი აზერბაიჯანელ ცხენზე. ესეთია, მე სომეხს არ დავისვათ. So. So, რა კარგია, ალი ყოჩა. ალი ცოტა იქით შეიძლება. ნაში გვაქვს. Oh, pati. ხო, შაკარი მიეც. ალი პატარა დაიცალა. იუცხოვა. ოჩახლინ. ერთი იცოდეთ კიდე რომ თუ შიში გაქვს თვითონ ყველაზე მაგრა გრძნობს. ხო. ისხედით თავისუფლად ხდები მიუხვევ მოუხვევ. ყველაზე ჯიგარი ვინა ეს იცი? ფატი. აი ეს ხენი. ასეთი ჯიგარი ხენი მეყოლია. შეხედეთ, მეუნები. წადი ფატი.
ოპა, წავედით. წადი პატი. ეხლა ნახე. მოვიდი ვარ. საშა აქ არის წვება ნინი ამას გამოიწვის ახლა ზომის მიხედვით ნინი მოიხედე გამოიწერო ნარხი აქამდე არ აქვს ხო გამოწერილი ზე ამოვჭერით ნინი დატესტავს ავა დაწიექვით შემხარისას გაასწორია აბა კუთხეში პაიცია რა გამყვამერე მოგიტანდა ეხა ეგ მიდი ნინი ეხა ვუყურებთ ძალიან იშვიათ კადრს ლინას ეს თოფი აღარ ჩერდება მომაწდი ფიცასო აიღე წინა ეპიზოდებში კედლებზე რომ ამაგრებდით ბადეებს ხო გახსოვთ ასეთ გიფსოს პროფილებს ვიყენებდით გიფსოს პროფილით შეგვიძლია რომ აი ამ თავარ ზედა კოჭებზე დავამაგროთ ეს ფიცარი ანუ ესე მივამაგრებთ ამას ზედა კოჭზე ამას ქვედა კოჭზე და ეს ფიცარით მაგდება კოჭზე და ძალიან მყარად არის რა ამ საყრდენ კოჭებზეც ვამაგრებთ და სევით ჰაერში რა კოჭებიც არის მაგაცაც და ძალიან კარგი გამოდის საშა ახლა ისეთი რაღაცა კიდე წვივა მეუბნება რა საშა ახლა ისეთი რაღაცა მოვიფიქრევა ამ თოფზეო და ორ წამში მეძახის და ცეცე ნახე და მერაჩერებს აქა მერაჩერე ლინ გამოიხედე ბანახი ამანაში რავი რა სადაც ხრიჭო აღარ ქვია ამას აღარ ქვია ამას ნახე კაფები ცვივა გარე თოვდა მაგრამ სულად ციოდა ისე კარგად გავზომეთ ისე კარგად მივაწებეთ ყველაფერი რომ აი ახლა ისე კარგად გავჭრით 5-1 ფათაშორის სიმაღლე რამდენია გამოიცანით 21 დიახ ეხლა ნახეთ ქვევიდან შუაში დირკა 9-დან 10-მდე 23-დან 25-მდე ეხლა ნახეთ აი შეხედათ უბრალოდ რა ლამაზი გამოვიდა ეხლა გეტყვით არ არის იდეალური მაგრამ ჩემს ხელოსნებს ამ დონეზე მაინც რო გაიკეთებინათ მე მათ აუცილებლად გადავხდიდი ფულს და ვეტყოდი მე მესმის რომ ამაზე ლამაზი არ გამოვიდა მე ჩავიბარებ ამას მაგრამ ეხლა ნახეთ მე გავაკეთე ჩვენ გავაკეთეთ ესეთ დონეზე და ფულიც დავზოგეთ ეგ ფული დავხარჯეთ ცხენებზე აქ ავედით ცხენებზე მოусყედით კარგად ვიკატავეთ ჩამოვედით ეს იყო საუკეთესო გაჭირება ჩემს ცხოვრებაში ანუ ბევრჯერ ყოფილი ვარ ცხენებზე ყველა ერთმანეთს ჯობია და ეს იყო მართლა ძალიან კარგი ეხლა ნახეთ
ეს ბოლო ნაწილი თითქოს იდეალურად ჩავსვი. არმატურას ამ ხელახრელი რაც უნდაო, მაგრამ ვერ გავზომე ზუსტად რა და თან ამას ამოვავსებ რამით, ანუ რამე ფითხით ან რაღაცით. სიმართლე გითხრასაში, აი კონკრეტულად ამ არმატურას ვაფშე არ უნდა დახრელი ისეთი მოკლე არის. რატო გავხრიტე რისთვის არ ვიცი. მაგრამ ნახეთ ეს როგორ ესეც არაუშავს. ნახეთ, გაქრა. იმდენი ვიმუშავე რომ ხელი მაქვს იმისავით შკურგასავით კაცებს რომ აი აქ ლამაზად რამით ამოივსება ეს ნახეთ აი ზაზორი ზაზორში ვერ იტყვი მაგრამ ცდელობა იყო რომ ყოფილიყო აი ზაზორი და ანუ პაზლით ლეგოსავით ჩაჯდა განსხვავებით აი ამ ნაწილისა აქ მეგონა რომ ეგეთ რაღაცას ვერ შევძლებდი მაგრამ რადგან იქ გამოვიდა ჩემი აზრით შემდეგ ჩამოსვლაზე გავაკეთებ ან დამეზარება და ნაწილ ჩავდებ. მაგრამ იქეთ ქვევიდან სუფთა ჩანს შემოკარგო. აი სამზარეულოს ვლოგებს რო გადავიღებ, ის ხობლარშია. ანუ დიდად არ ჩანს, ხო? ანუ საოცარი გამოვიდა. ეს არის ჩემი ნინის და საშას დამსახურება. ეს არის ნინის, საშას და ჩემი დამსახურება, რომ ესე საოცრად გამოვიდა ეს ყველაფერი რა. ქვევიდანაც აფშიკას გავაკეთებთ, როგორც ისწავლე აფშიკა ქვია მგონი. და ძალიან კარგი გამოვა, მადლობა ყველას, ვინც დამწერა კომენტარებში როგორ უნდა გამეკეთებინა. ვიცი, ასეთი არ გიგულისხმიათ, უფრო აკურატულს წარმოიდგენით, მაგრამ ეს მაქსიმუმია რა ჩემეძო და მე ამით ყვაყოფილი ვარ იცით რატო? იმიტომ რომ ჩემი სახლია. ახლა ვიცეკვებთ გემრიელად. კარგ ბედნიერების ცეკვას მოვაწყობთ. პარალელურად საგე ლინაკო დგას და თავის სამზარეულოს აწყობს. შემდეგ ეპიზოდში უკვე აქაურობას გავალამაზებთ, ცოტათი მივლესავთ, გავიყვანთ აქ შესაერთებლებს გავაკეთებთ. ქვაბამბას ჩავტენით ზევით და შეიძლება აი ეს კუთხეც მოვალამაზოთ აქ პირდაპირ ფანერა მივადა. იქაც შეიძლება რომ უკვე დავამაგროთ ფანერები. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს, მადლობა რომ გვიყურებდით. გამოიწერეთ ჩემი არხი, ნახეთ ამ ბოლო დროს, ანუ ვლოგზე მოდის რა, საშაც თავს მიკრავს და ფეხზე დგას და ესეთია რომ ბრავო ლინაკო რა. აბა, კარგად.